20-21 სექტემბერს განათლების კოალიციის და სითის სკოლების პროგრამის მიერ გაიმართა განათლების პოლიტიკის შესახებ კონფერენცია, სადაც განვიხილავდით არსებული რეფორმების პერსპექტივას და წარმოადგინეთ როგორც ჩვენი ხედვები, ასევე უკვე განხორციელებული კვლევები და კვლევითი ანგარიშები. კონფერენციას ესწრებოდნენ ძირითადად განათლების სპეციალისტები და განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. როგორც იცით, ჩვენ არაერთი წელი აქტიურად მუშაობთ სასკოლო კვების ადვოკატირების მიმართულებით და სწორედ ამ კონფერენციაზე ბაქსუდის სკოლასთან თანამშრომლობით ჰქონდა საშუალება წარმოგვედგინა სასკოლო კვების მენიუს ერთ-ერთი ვერსია და აქ ყოფ საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, რომ გაცნობოდა როგორი შეიძლება იყოს სკოლაში კვება. ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მიიღოს მისმა ორგანიზმმა სხვადასხვა ვიტამინები სხვადასხვა სახით. ჩვენ გვთავაზობთ, რომ ეს ვიტამინები, ეს ბოსტნეული და ასე შემდეგ ინტეგრირდეს ფუნთუშაში. მაგალითად, შეგვიძლია შევთავაზოთ ბურგერი, რომელშიც იქნება ინტეგრირებული ბოსტნეული სხვადასხვა, ესევე იქნება სხვადასხვა ფერის, რაც მათთვის ეს ფორმა მისაღები იქნება და მიიჩნევენ, რომ არის ისეთივე და უფრო გემრიელი, რო გასინჯავენ, ისიც მოეწოდებათ აუცილებლად. ჩვენ გვთავაზობთ, რომ ბავშვებმა მიირთვათ ჯანსაღი კვება, ანუ ის კალორაჟი, რომელიც მათ უნდა მიიღონ ყოველდღიურად, გააჩნია რა ასაკში არიან. შევთავაზოთ სწორედ, რომ მათი ორგანიზმი ჩამოყალიბდეს ჯანმრთელად.